დღეს უნდა გავაკეთო ფურცლის ლაბუბუ. მოიმარჯვეთ სკოჩი, ფანქრები ან მარკერები, მაკრატელი და ფურცლები. Ai სულ არ ჭირდება ლაბუბუს გაკეთებას 50 ან 30 ლარი. უბრალოდ ძალიან ადვილად 2 ლარად გავაკეთებ დღეს ლაბუბუს. შეგახსენებთ, რომ 2 ლარის მეგობარი კომპანია არის გაფი. და წავედით. ხოლო და კიდევ დაგჭირდება სახაზავი. პირველ რიგში მეგობრებო, უნდა ავიღოთ ფურცლები, უნდა ავიღოთ ერთი ფურცელი და ორად გადავკეცოთ. აი ესე. უნდა გამოგვივიდეს აი ესეთი. შემდეგ კი ეს უნდა გავჭრათ. აი ესე უნდა გამოვჭრათ. შემდეგ კიდე უნდა ავიღოთ ერთი ფურცელი და გადავკეცოთ ესე, ოღონდ მთლიანად არა. ეს ტირო გამოვიდეს. მოვჭრათ აი ეს მხარე, რომელიც არ გვჭირდება და უნდა გამოგვივიდეს აი ესეთი. შემდეგ კი იგივედ უნდა გავჭრათ. აი ესეთი უნდა გამოგვივიდეს. ეს იქნება მეგობრებო წინა და უკანა მხარე. ეს კიდე იქნება გვერდი და მხარეები. აი ესე. ფლაკი უნდა გავაკეთოთ ზედა და ქვედა მხარე. უნდა აიღოთ წინა მხარე და დადოთ ფურცელზე. აი ესე. და შემდეგ აი ესე მაგალითად კალმით ან რამით უბრალოდ უნდა მოხაზოთ ზომა. რადგან შემდეგ ჭერიც უნდა გამოვიდეს ზუსტად ეგეთი ზომას. და ამიტომაც აი ესე გავაკეთოთ. აი ესე გავაკეთე. ეხლა კი უბრალოდ გავაკეთებ ოთხკუთხედს. აი მეგობრებო, ესეთი გამომივიდა. ეხლა კი ზუსტად ესეთი უნდა გავაკეთოთ ქვედა ნაწილი. ესეც შეგიძლიათ აი ესე მოაწომოთ. და შემდეგ უკვე გამჭრათ. აი მეგობრებო, ესე გავაკეთე. ეხლა კი უნდა გავაკეთოთ თვითონ შიგნითა პარკი. ჩვეულებრივ უნდა ავიღოთ ფურცელი. ვაიმე გადავუტყოდი. უნდა ავიღოთ ფურცელი და აი ესე გადავკეცოთ. ხუთი და პარკი მორჩა, ეხლა კი უნდა გავაფერადოთ ეს ყველაფერი. უნდა ავიღოთ მეგობრებო წინა და უკანა მხარე, აი ესენი. და დავუწყოთ ლაბუბუს ხატვა. წინა მხარეს უნდა დავხატოთ ლაბუბუები. ლაბუბუს უბრალოდ უნდა დავხატოთ თავი. აი ესეთი უნდა გამოგევიდეთ. მოკლედ მოთ მე დავხატავ და შემდეგ უკვე გაჩვენებთ. რომე ძალიან ადვილია ამის დახატვა, უბრალოდ გადაიხატოთ შეიძლება. აი მეგობრებო, ესეთი გამომივიდა. შემდეგ კი უნდა ავიღოთ უკანა მხარე და ზედ უნდა დავხატოთ პატარა ლაბუბუები. უნდა ვხატოთ 7 ლაბუბუ. ოღონდ 6 ლაბუბუ უნდა იყოს მთლიანად უნდა ქონდეს კბილებიც, ცხვირიც, თვალებიც, ყველაფერი უნდა ქონდეს, მაგრამ მე 7 ლაბუბუ უნდა იყოს სეკრეტი. ამიტომაც უბრალოდ უნდა ხატოთ თვითონ ლაბუბუს ის და შიგნით კიდე თვალები, პირი და ეგეთები არ დავხატოთ. მოკლედ დავხატავ და შემდეგ უკვე გაჩვენებთ. აი ესეთი უნდა გამოგვივიდეს. შემდეგ კი ამ ყველაფერს გავაფერადებთ. წინა და უკანა ნაწილი უკვე მოვჭით. ეხლა კი გადავიდეთ გვერდითა ნაწილებზე. გვერდითა ნაწილებზე დიდად რავი არაფერი არ უნდა დახატოთ, უბრალოდ შეგიძლიათ რაღაცებით გააფორმოთ და დააწეროთ რაღაცები. მაგალითად მე დავაწერ აი აქ ლაბუბუს, ზედა ქვედა ნაწილებზეც არაფრის დახატვა არ გვჭირდება. ეხლა კი გავაკეთოთ შიგნითა პარკი. აქ უკვე უნდა ვხატოთ აქ ლაბუბუ და გვერდზე მივხატოთ ლაბუბუები. აი ესეთი უნდა გამოგვივიდეს. მოდით ახლა გავაფერადებ ყველაფერს და შემდეგ დაგიბრუნდებით. ოღონდ იცოდეთ, რომ აი ამ ადგილას ბოლო ლაბუბუ არ გააფერადეთ და დარჩენები კი გააფერადეთ სხვადასხვა ფრებად. მოკლედ მეგობრებო, მორჩი გაფერადებას ახლა უკვე გაშვენებთ. ეს არის წინა ნაწილი. ეს არის უკანა ნაწილი. აი ეს არ გავაფერადე, ესე გავაკეთე. ეს არის შიგნითა პარკი. აი ესეთია. და დაერჩენები კიდევ აღარ გავაფერდე, იმიტომ რომ აღარც სჭირდებოდა. კარგით, ეხლა კი ამ ყველაფერს უნდა გადავყაროთ მთლიანად სკოჩში. მოკლედ, ეხლა კი აი ამ ყველაფერს უკვე გადავაკარი აი ეს სკოჩში. გარედან დავაკარი და ეხლა უკვე უნდა ავაწყოთ 5. მოკლედ, ეხლა კი დავიწყოთ 5-ით გაკეთება. უნდა ავიღოთ აი ეს წინა ნაწილი, ეს უკანა ნაწილი, მაღლთან ნაწილი, დაბლთან ნაწილი, მაღლთან ნაწილი
გვერდითთან ნაწილი და კიდე ერთი გვერდითთან ნაწილი. ეს პარკი ჯერ არ გვჭირდება და დავიწყოთ გაკეთება. უნდა ავიღოთ აი ეს წინა ნაწილი, დავდოთ ჩვეულებრივად, აი ესე უნდა დავდოთ. უნდა ავიღოთ გვერდითთან ნაწილი, აი ეს და უნდა მივიდოთ გვერდზე ზუსტად. აი ზუსტად რა. და უნდა დავასკოჩოთ. აი ესე უნდა მიაკროთ და შემდეგ უნდა მიაკროთ აი ესე მეორე გვერდითთან ნაწილი. ზუსტად ეგრე უნდა გავაკეთოთ მეორე მხარესაც. უნდა მივაკროთ აი ეს გვერდითთან ნაწილი. აი ესეთი უნდა გამოგვივიდეს. შემდეგ კი აი აქ გვერდით უნდა მივაკროთ მეორე უკანა ნაწილი. აი ეს. შემდეგ კი აი ამას ზემოთან ნაწილს უნდა მივაკროთ აი ეს. აი ესეთი უნდა გამოგვივიდეს. შემდეგ კი აი ეს დაბლითა ნაწილი უნდა მივაკროთ აი ამას, ოღონდ დაბლა. ეხლა კი ეს ყველაფერი უნდა მოუღუნოთ. ანუ ეს მაგალითად ესე უნდა გადავკეთოთ. კარგად უნდა აი ეს გადავკეთოთ. შემდეგ კი აი ეს გვერდითთან ნაწილი აი ესე კარგად უნდა გადავკეთოთ და კიდევ ესე კარგად გავუსვოთ ხელი. და ყველაზე ეგრე უნდა გავაკეთოთ. ეხლა კი ეს ყველაფერი უნდა შევაერთოთ. ესე იგი, აი ესე უნდა დავდოთ ჩვეულებრივად. უნდა ავიღოთ ეს გვერდითთან ნაწილი აი ესე და უკანა წინა ნაწილი. და აი ესე უნდა შევკრათ. ანუ ჩვეულებრივად სკოჩი უნდა ავიღოთ. ესე აბას ჩვეულებრივად მივაკროთ. აი ესე. შემდეგ ესე რო დადგება, აი ამას აი ესე გავუკეთოთ უცებ. მორჩა. ყველა ნაწილს უნდა გავუკეთოთ ეგრე. ანუ ახლა ამას ესე გავუკეთებ, მე ამასაც ესე გავუკეთებ და მაღლა კიდევ ამას უკვე დავაფარებ, ყველა ნაწილზე ეგრე გავაკეთებ. ოღონდ მეგობრებო, ეს რომელიმე ნაწილი დატოვეთ ღია, რადგან მე შეგუნა შევდოთ ის ლაბუ და ხო რა, რომ ადგილი დაგვრჩეს. ანუ ახლა ეს უნდა ავიღოთ, აი ესე გავაკეთოთ და ამას მივასკოჩოთ. აი მეგობრებო, ესეთი გამომივიდა ზედა ნაწილი, ეს დავტოვრო, შეიძლება ბუბუ ჩავდოთ და შემდეგ ამასაც დავკეტავთ. ეხლა კი აი ეს პარკი უნდა შევკრათ. ავიღოთ სკოჩი და დაბლა დავაწებოთ. შემდეგ კი აი ესე უბრალოდ გადავკეცოთ და შევაერთოთ. ავიღოთ შემდეგ კიდევ უფრო დიდი ნაწილი და გავუკეთოთ გვერდზე, ოღონდ გვერდზე, რომელიც გახსნილია. და ეგეც ეგრე შევაერთოთ. მაგრამ ჯერ აი ეს ნაწილი არ დაასკოჩოთ, რადგან შიგ უნდა ჩავდოთ ლაბუბუ, ამიტომაც ჯერ უნდა დაველოდოთ. ეხლა კი მეგობრებო, მთავარი უნდა გავუკეთოთ ლაბუბუ. უნდა ავიღოთ ფურცელი კიდევ ერთი. და ეს ფურცელი უნდა გადავკეცოთ. აი ესე. დავხატოთ ლაბუბუ, არ ძალიან დიდი, არ ძალიან პატარა. აი ამაზე ოდნავ პატარა შეიძლება იყოს. მოდი მეგობრებო, მე გავაკეთებ სიკრეტ ლაბუბუს. ეს ლაბუბუ მაინც მექნება სიკრეტი. აი ესეთი გამოვიდა. ეხლა კი თუ გვინდა სიკრეტის გაკეთება, უნდა გავაფერადოთ ესეთ ნაცრისფრად. ოღონდ ტანი უნდა გავაფერადოთ და ნუ სახეც, ოღონდ თვალები, ცხვირი და პირი არა. სიკრეტს ვაკეთებ და ესეთია ეს სიკრეტი, მაგრამ ეხლა კი უნდა გავაფერადოთ კბილები და თვალები ფერად. აი მეგობრებო, ესეთი გამოვიდა. ეხლა კი ეს უკანა მხარე უნდა გავაფერადოთ ნაცრისფრად. არა საჭირო, ოღონდ რომ ძალიან კარგად იყოს გაფერადებული, უბრალოდ აი ესე ცოტათი უნდა გააფერადოთ. აი ესეთი გამოვიდა. ეხლა კი უნდა გადავაკრათ სკოჩი. მოკლედ აი ესე უნდა გავაკეთოთ. ეხლა კი ეს ლაბუბუ უნდა გამოვჭრათ. აი ესე უნდა გამოგვივიდეს. ეხლა კი ეს ყველაფერი უნდა შევაერთოთ და შეგვიძლია ჩავყაროთ ფურცლები. აი ესე უნდა გააკეთოთ. აი ესე უნდა გამოგვივიდეს. ასე, შეგვიძლია აი ესე აქ უნდა დავტოვოთ ადგილი და ეხლა ჩავყაროთ უნდა ფურცლები. ან სალფეტკები. მეგობრებო, აი ესეთი გამოვიდა. ეხლა კი ეს უნდა ჩავდოთ ამ პარკში. ჩვეულებრივ ვდებთ აი ესე და ვკრავთ. აი მეგობრებო, ესეთი გამოვიდა. ეხლა კი ეს უნდა ჩავდოთ ამ პარკში. ეხლა კი აი ეს გვერდები უბრალოდ აი ესე უნდა შევუკრათ. აი ესე და წინიდანაც.
და მეგობრებო, მოურჩით, ნახეთ უბრალოდ რა ლამაზი გამოვიდა. აი და შეგრიდევს ლაბუბო. ეს მეგობრებო ჩვენი ლაბუბო, მგონი ძალიან ლამაზი და საყვარელი გამოვიდა. იმედია ყველას გამოგივიდეთ. კიდევ შეგახსენებთ რომ ორი ერთნაირის მეგობარი კომპანია არის Galpi. არ დაგავიწყდეთ ჩვენი გამოწერა და კომენტარება და შემდეგი ვიდეო დაიდება შემდეგ შაბათ საღამოს 9 საათზე. ეხლა კი დაგეფრიდებებით. კარგად.